ზესტაფონელი ნინო ხარაიშვილი საქართველოს ჩემპიონია. ძიუდოისტთა საშეჯიბრო სეზონის დასკვნითი ეტაპი მან ტრიუმფით დაასრულა და უმთავრესი ტიტულისთვის ბრძოლა მოიგო. ძიუდოისტთა წლის ბოლო ღონისძიება 25 დეკემბერს დაიწყო და 28 დეკემბრისთვის დასრულდება. საქართველოს ჩემპიონატზე 4 დღის განმავლობაში გაირკვევა 246 ძიუდოისტიდან, ვინ შეძრებს სხვადასხვა წონით კატეგორიაში ტატამზე თავის გამოჩენას. მათ შორის, რა თქმა უნდა, ზესტაფონლებიც არიან. ნინო ახლა თბილისში რჩება და თავისი თანაგუნდელი ბიჭების შედეგების მოლოდინშია. ამბობს, რომ თავისი გამარჯვებით და ჩემპიონის სტატუსის მოპოვებით ზესტაფონელთა მორიგ წარმატებაში თავისი წვლილი უკვე შეიტანა და ჯერი ახლა მათსია. ქვეყნის ჩემპიონატი ძიუდოს აკადემიაში მიმდინარეობს და პირდაპირ ეთერი ძიუდოს ფედერაციის YouTube არხზე გადაიცემა. ჩავატარე 3 შეხვედრა, 3-ივე წარმატებით დასრულდა. შემზადებოდი ძალიან კარგად და მქონდა იმის იმედი, რომ დავიკავებდი პირველ ადგილს. ძალიან ბედნიერი ვარ ჩემი შედეგით და რა თქმა უნდა უფრო მეც და მეც ვიშრობებ. ამ ეტაპზე რჩები თბილისში და გულში მატკივრობ ჩემს გუნდელებს. მე დაიწყება ეს ბრძოლები და დიდი იმედი მაქვს, რომ გამარჯვენ. ხატები არის თემატურად არის შესრულებული, ამ შემთხვევაში სახალხო კომპოზიციები არის, განწყობის შესაბამისი კომპოზიციები არის და არის ძალიან მრავალფეროვანი და ბავშვური გულწრფელობით გამოხატული. ყველაზე მთავარი რაც არის, მათი გულწრფელობა არის, მათი განწყობა არის და მათი დიდი სიხარული არის ამ ნახატებში და დასაფასებელია ამ ხრივ, რომ ჩვენ ქალაქში არის ასეთი სამხატვრო სკოლა და აქვს ძალიან დიდი ხელშეწყობა რაიონის მხრიდან. ყავს 200-ზე მეტი ბავშვი, პატარები და დიდები, ძალიან ბევრი ბავშვები ყავს. ნახატები ძირითადად ფერშია შესრულებული. ეხლა ჩვენ რომელ სივრცეში ვართ, ეხლა საგამოფენო სივრცეში, აქ შესრულებულია ფერში, გუაში, აკრილის ზეთისაღებავი და არის კიდევ მეორე დარბაზი, სადაც უფრო დიდი ბავშვების გრაფიკული ნამუშევრებია და ძირითადად ნატურმორტებია. ვარ 2 წელია ხატვაზე, დღეს ვარ 3 ნახატით წარმოდგენილი და ძალიან მომწონს ხატვა ძირითადად კუბებს და ბურთებს და მინდა რომ გავყვე ამ საქმიანობას. დღეს სამხატვრო გალერეაში გამოფენა გვაქვს. მე დავხატე ზამთრის პეიზაჟი. მრავალშობა ახალწელს დაესწარით და ბედნიერები იყავით. ყოველთვის ხატავდი, ალბათ 5 წლიდან რა, ხო და გადავწყვიტე რომ შემოსულიყავი და უფრო უკეთესად მესწავლა რეალიზმი, პორტრეტების ხატვა, სხვა ფიგურები, პეიზაჟები და ასე შემდეგ. ხატვაზე მესამე წელია რაც დავდივარ, გრაფიკული, შავ-თეთრი ნახატები ძალიან მომწონს. ფერწერაზე ჯერ, ფერწერის მიდრეკილება არ მქონია, უფრო გრაფიკული მინდოდა და აქაური პირობებიც ძალიან მომწონს. ყველაფერი ყვანყოფილი ვარ. აი ხატვა რომც არ იცოდე, ისეთი მასწავლებლები არიან, რომ ყველანაირად შეგაყვარებ. ნილთა სააგენტო იძულებით გადაადგილებულ 800-მდე ოჯახს სახლს შეუსყიდის. აღნიშნული ოჯახების სია უკვე ცნობილია და სააგენტოს ვებგვერდზე აქვს გამოქვეყნებული. დევნილ ოჯახებს 6 თვიანი ვადა ეძლებათ, რათა სახლები საქართველოს ნებისმიერ რეგიონში სურვილისამებრ შეარჩიონ. გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ საცხოვრებლის შესყიდვისთვის გამოყოფილი თანხა ოჯახის სულადობის მიხედვით განისაზღვრება. სოფლად სახლის პროგრამა 2014 წლიდან ამოქმედდა და ამ ხნის განმავლობაში სახელმწიფომ ჯამში 13,000-ზე მეტი დევნილი ოჯახი განასახლა. აღსანიშნავია, რომ 2025 წელს სააგენტომ სახლი 3,000-მდე დევნილ ოჯახს შეუსყიდა. კიდევ 800-მდე დევნილ ოჯახს ეთქვა თანხმობა სახლის შესყიდვაზე. მათთვის იქნება საუკეთესო წინა საახალწლო საჩუქარი. წელს უპრეცედენტოდ ბევრი სახლის შეუსყიდა სააგენტომ დევნილ საზოგადოებას თითქმის 3,000-მდე. ჩვენ მომავალ წელსაც ვაპირებთ ძალიან აქტიურად განვითაროთ ეს პროგრამა. წინა საახალწლო 800 ოჯახთან დაკავშირებით მივიღეთ დადებითი გადაწყვეტილება შესყიდვის პროგრამის ფარგლებში და ამ ოჯახებს უკვე დღეიდან შეუძლიათ წარმოადგინოს საცხოვრებელი სახლები, რომელსაც სააგენტო უმკლეს ვადაში შეუსყიდის. ამ პროგრამის ფარგლებში 3,000-მდე ოჯახს დადებითი გადაწყვეტილება ეთქვა მიმდინარე წლის განმავლობაში და მათთვის უკვე საცხოვრებელი სახლები შესყიდულია. ეს პროგრამა 2026 წელსაც აქტიურად გაგრძელდება და დაახლოებით ისევ ამ რაოდენობის ოჯახებს შეუსყიდეთ მომავალ წელსაც საცხოვრებელ სახლს.
თუ გვინდა რომ ავტოავარიების შემთხვევები მინიმუმამდე დავიყვანოთ, ავტომანქანების საჭესთან უცოდინარი მძღოლები არ უნდა დავსვათ. გვეუბნება ავტოსკოლა 21 საუკუნის ხელმძღვანელი. დავით ხაჭაპურიძის თქმით, ქვეყანაში ავტოავარიების საგანგაშო სტატისტიკის ძირითადი მიზეზი სწორედ მძღოლთა უცოდინრობასა და დაუდევრობას უკავშირდება. მისი თქმით, გზაზე მოძრაობისას მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება ადამიანების ბედს განსაზღვრავს. მეტიც, წამიერი შეცდომა შეიძლება გამოუსწორებელ დანაშაულად იქცეს. პირველი მე ვფიქრობ, ამის მიზეზი ის არის, რომ მძღოლებს შორის არის ნაკლები განათლება უსაფრთხოებიდან გამომდინარე. მოძრაობენ გადაჭარბებული სიჩქარე, პირველი ინტერიერი არის სიჩქარე, მაღალი სიჩქარით მოძრაობა. მეორე ინტერიერი არასწორი მანევრირებები და ეს ყველაფერი გამოწვეულია იმიდან, რომ არიან თვითნასწავლი მძღოლები კიდევ. იყო სამწუხაროდ 90-იან წლებში ხანა ისეთი, სადაც დაბადების დღეებზე ჩუქინდნენ ერთმანეთს მართვის მოწმობებს. ეს მძღოლები უკვე დღეს მართვის მოწმობები აქვს ჩვეულებრივად და მათ უფლება აქვს იმოძრავონ ქუჩაში. და მათ რასაც უსაფრთხოება ქვია, ამ წესებს ნაკლებად იცავენ. ქუჩაში გადატანილი გამოცდები უკვე მომავლის პერსპექტივით მომავალ მძღოლებზეა საუბარი აქ. დღეს სამწუხაროდ არის ისეთი მძღოლები კიდევ ქუჩაში, რომელსაც ავტოსკოლა სადარულია. ისე ჩააბარეს აი ხეს მართვის მოწმობა, ხო? ქუჩაში მათ მასწავლებელთან ერთად პროფესიონალთან ერთად არულიათ ქუჩაში. თვითნასწავლები არიან და ამიტომ ალბათ დაჭირდება წლები. ეხლა კი მიუხედავად იმისა, დღეს პრაქტიკა ქალაქში ბარდება, მაგრამ რამოდენიმე 10 წელი მაინც დაჭირდება სავარაუდოდ, რომ ეს მძღოლების, ის ძველი მძღოლები ასე რომ ვთქვათ, გადავიდნენ მეორე პლანზე უკვე და აჯობოს ახალბედა მძღოლებმა. ხშირად მყავს მოსწავლე რომ იჯენია საჭესთან. დასაშვების სიგარე 50. მიყავს 50, მე ხო ვერ შეიძლება მოძრაობა. კვადგებიან უკანა გვაზევენ სიგნალებს, გვეჩქარება, გაგვიშვით. ანუ მოძრაობენ მაღალი სიჩქარით. და სამწუხაროდ საგზაო ინფრასტრუქტურაც არ იძლევა ამის საშუალებას. სიჩქარის გადაჭარბება, დისტანციის დაუცველობა, ქვეითის მიერ გადასასვლელით არასათანადო სარგებლობა, ავტომანქანის ნასვა მდგომარეობაში მართვა, მოხვევის მანევრის დარღვევა და სხვა ფაქტორები ტრაგიკული შემთხვევების რისკებს ზრდის და ქვეითად მოსიარულეთა უმეტესობაც, რომლებიც სპექტრმა სხვადასხვა დროს ქუჩაში შემთხვევითობის პრინციპით გამოკითხა, სწორედ ამაზე საუბრობს. მათივე თქმით, პასუხისმგებლობა ეკისრებათ ქვეითებსაც, რომლებმაც ასევე უნდა დაიცვან მოძრაობის წესები. გაუფრთხილებლობით, მაინც კანონის დაუმორჩილებლობით და უყურადღებობით. ძირითადად ალბათ ამის გამო მაინც ხდება ეს ავარიები. ჩანს კიდევაც როცა სადაც უნდა დაუთმოს ერთმა ავტომანქანამ მეორე მძღოლს, არ უთმობენ გზას და ეს ყველაფერი იწვევს ასეთ უბედურ შემთხვევებს. ზოგი საერთოდ ტრაგიკულად თავდება. საკუთრებული კონტროლი საჭირო, როდესაც მართვის მოწმობებს იღებენ. აქ იყოს განსაკუთრებული ყურადღება მიქცეული, რომ არ მოხდეს ამე გაპარვა ისეთი, რომ უცოდინარი არ დაჯდეს მანქანას. ხალი მძღოლის საჭესთან სასტიკად აკრძალულია. მაგარი ყველაზე მიუღებელი მოქმედება, იმიტომ რომ აუბედურებენ ძალიან ბევრ ოჯახებს, ძალიან ბევრი შემთხვევა ვიცით, რომ ძალიან ფატალურად ბრუნდება, ამიტომ მეტად უნდა გამკაცრდეს კანონი მთვრალი მძღოლების შესახებ და ამდენი არც მსხვერპლი იქნება, არც გაუბედურებული ოჯახები იქნება და მარტო მძღოლს რომ მოვკისროთ, მოვთხოვოთ პასუხისმგებლობას, ჩვენც უნდა ყველაფერში, ჩვენც ადამიანებმა უნდა ვიყოთ უზრუნველყოფა, რომ ჩვენც ვიყოთ ყველაფერში პასუხისმგებელის. მე არასოდეს არ დამირღვევია, მით უმეტეს ყოველთვის ვუთითებს სხვასაც, რომ იყოს ხელმძღვანელობის ქვეშ კონდეს ყველაფერი. საქმეთა სამინისტროს სტატისტიკის მიხედვით, იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით პერიოდში დაიღუპა 345 და დაშავდა 6041 პირი. დაფიქსირებული ავტომობილის ქვეითად მოსიარულეზე შეჯახების 1385 ფაქტი, რის შედეგადაც 112 ადამიანი დაიღუპა. დაშავდა 1248. მიმდინარე წლის სექტემბრის მონაცემებით მოტოციკლეტით მოძრავი 20 ახალგაზრდა დაიღუპა და დაშავდა 713 მოტოციკლის მძღოლი. ახალი წლის სადღესასწაულო დღეების მოახლოების პარალელურად გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურები წიწვოვანი მცენარეების მოპოვებასა და ტრანსპორტირებაზე კონტროლს ამკაცრებენ. როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ეროვნული სატყეო სააგენტო კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოსახლეობას, ნუ გაანადგურებენ ბუნებრივ სიმდიდრეს და გამოიყენონ ხელოვნური ნაძვის ხე. წიწვოვანების უკანონოდ მოპოვებაზე, ტრანსპორტირებასა და რეალიზაციის წესის დარღვევაზე ჯარიმა პირველ ჯერზე 2000 ლარით განისაზღვრება, ხოლო გამეორების შემთხვევაში დგება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა. ამავდროულად დაანგარიშდება გარემოსთვის მიყენებული ზიანი. თუ ზიანის ოდენობა აჭარბებს 1000 ლარს,
პირის მიმართ აღიძვრება სისხლის სამართლის საქმე, ჯარიმა ან თავისუფლების აღკვეთა 1-დან 3 წლამდე. ხოლო დიდი ოდენობით წიწვოვანის უკანონოდ მოპოვების შემთხვევაში თუ გარემოსთვის მიყენებული ზიანი აჭარბებს 3000 ლარს, სასჯელი ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 7 წლამდე. ყოველ გამოვლენილ სამართალ დარღვევაზე კანონმდებლობით განსაზღვრული სანქციები გატარდება. აღნიშნავს ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი კახა ცერცვაძე. წიწვოვანი ხემცენარეების კანონიერად მოპოვება შესაძლებელია სანერგეებში, პლანტაციებში, საკარმიდამო ნაკვეთებში, ასევე იმპორტირება. კანონიერად მოპოვებული ხემცენარეების რეალიზაციის შემთხვევაში რეალიზატორმა უნდა წარმოადგინოს ხემცენარის კანონიერად ფლობის დამადასტურებელი სათანადო დოკუმენტი. თუ წიწვოვანი მცენარე მოპოვებულია კერძო საკუთრებაში, არსებულ მიწის ნაკვეთზე ან ხელოვნურად გაშენებულ სანერგეში, მცენარეების ტრანსპორტირებისთვის სავალდებულოა მათი ადგილწარმოშობის ცნობა, რომელსაც ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მერია გასცემს. უკანონო რეალიზაციის წესის დარღვევაზე კანონმდებლობით განსაზღვრულ სანქციებს ემატება გარემოზე მიყენებული ზიანიც. თუ ზიანის ოდენობა აღემატება 3000 ლარს, სასჯელი ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 7 წლამდე. აქედან გამომდინარე, მოვუწოდებთ მოსახლეობას სადღესასწაულო დღეებისთვის, გაანადგურებენ ბუნებრივ სიმდიდრეს, ყოველ გამოვლენის სამართალ დარღვევაზე გატარდება კანონმდებლობით განსაზღვრული მკაცრი სანქციები.